ხელისუფალმა, რა თქმა უნდა, ისინი რუსეთის ჯიბეზე არიან ჩამოკიდებულნი და რუსის შიში და რუსიდან აქვთ ფაქტად ყველაფერი. ფაქტად ჩვენ ერთ იციან, რომ თუ ეს ხელისუფლება რამის შეინარჩუნებს, ხოლმე რუსეთის ძალაუფლები და რუსეთის ძალის და ეს ადამიანების რაოდენობა რუსეთიდან შემოდის, ძირითადად ისინი უბრალოდ დარწმუნებული არიან, რომ ჩამოდიან აქ პირდაპირ გაგებით რუსულ ანკლავში. პირდაპირ გაგებით სხვადასხვა რამდენიმე წლის წინ თქვენ გამახსოვრებათ ახალგაზრდა ბიჭმა ბავშვმა დაუსვა შეკითხვა პუტინს. ქართულად ვიტყვი მაშინ, როცა არ ვიტყვი, არ მინდა ახლა რუსულად ვილაპარაკო. ხო, სად მთავრდება რუსეთიო? ხო, და ეს პასუხობს, რომ არსადო. და მე ამბობს, რომ ვითომ იხუმრა და ამასთან ერთი რუსი ბლოგერის ნორმალური ქალის რეპლიკა მოვისმინა ამასთან დაკავშირებით. იქ მთავრდება, სადაც ხვირპირში მოადებენ. ზედადუთ პარზუბამ, აი ესე პირდაპირ გაგებით. ხო, ასე ზუსტად ასეა, რა სანამ მათ არ გასცემ პასუხს და ეს ხელისუფლება არ გასცემს პასუხს, იმიტომ ეს არ არის ჩვენი ხელისუფლება, ესენი არიან რუსები. იმიტომ ესენი არიან პირდაპირ ფულზე გაყიდული ქართული წარმოშობის რუსები, იმიტომ რომ მათ სხვა არაფერი არ აინტერესებს, შემოსავალი, ფული, სიმდიდრე და რა თქმა უნდა, ბუნებრივია აქედან გამომდინარე ძალაუფლება და ფული ერთი და იგივეა. თან საზოგადოებაში და დაცვის შიში. აბსოლუტურად მონური დამოკიდებულება რუსის მიმართ და რუსებს ჩვენად იცის. სხვა ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან ჩემი ცხოვრებიდან. ძალიან საინტერესოა და ჩემი სახლის ქვედა სართულზე გაქირავებულია არ ვიცი ვინ არიან, მაგრამ ცეკვავენ დღე-დღე რუსები. ჯგუფები აქვთ ასეთი შექმნილი კურსები. სტუდია არის? სტუდია გრანდიოზული, მაგრამ თელი დღე ღამე 3 საათი 4 საათი მიდის ჯაგაჯუგი. სხვა არის რაღაცა როგორც აი ვარსების ტიპის ასევე არის ძირითადად ტექნო და ასე შემდეგ. და ერთ დღეს მივიდა ძალიან ხშირად ეწევიან და სიგარეტებს ყრიან შემოსასვლელში და ერთხელ ვეკითხები ამათ ამ ქალებს განან და ვეუბნები რომ მოდის აპირებთ გოგონებო რუსულად მიდის ეს საუბარი, მოდის აპირებთ დაბრუნებას რუსეთში. ხო და ისინი მეუბნებიან რომ ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენ აქ ძალიან მოგწონს. მე გავუმეორე, არ აპირებთ, მაშინ ქართული უნდა ისწავლოთ. არაფერში გჭირდება ჩვენ ქართული. აი ხაზგასმით ვამბობ, არაფერში გჭირდება. ნუ ბუნებრივია, რასაც დაუბრუნებდით, ჩემი მხრიდან ალბათ წარმოგიდგენიათ. უთხრა და მე მუქრა რომ პოლიციას გამოვიძახებ. იმიტომ მან იგი დარწმუნებულია რომ პოლიციას თუ გამოიძახებს, რადგან მე გამამტყუნებს. იმიტომ რეალურად შენვრად იცის რომ შემოდის რუსი. შენვრად იცის რუსმა რომ ხელისუფლება და საერთოდ ძალაუფლებაში მყოფი ამ შემთხვევაში ჯგუფები, ხო? რეალურად მათი მომხრე, მათზე არიან დამოკიდებულნი. ასე რომ რეალურად პოლიცია თქო გამამტყუნებს და მე როცა მეუბნები, მე ქართველი, მოხუცი ადამიანი მეუბნები, რომ ქართული უნდა ისწავლო, თუ გინდა აქ იყო, ხო? ქართული ელემენტები მოხდება ისე რომ საფრანგეთში ცხოვრობ და ფრანგული არ იცოდე, ხო? ან თქვა იგივე თქვა ინგლისური არ იცოდე და თქვა ბრიტანეთში რაიმეს მიაღწიო, მოგეთ იმის თქმა მინდა რომ დამოკიდებული ჩვენთან არის როგორც მონის. ჩვენ ვართ მონა, მსახური, ფაქტობრივად არარაობა, ფაქტობრივად და მსახურებით მათ. და აი ხა რომ გამოდგებიან ხო და ქართულობაზე და ღირსებაზე ლაპარაკობენ, ხო? მე რომ მკითხოს სულელური ხუმრობის გამო ამბიციო დახვდე და უთხრა, ხო? ნუ ახლა მე მოვისმინე და რაღაც მე ასეთი ხუმრობებით სიმართლეთან ნაკლებად მომწონს. მაგრამ ნუ კაი ხომ რაღაც სულელი. და აი თურმე ქართულობა გაგივარ და აი აქ ამოიღე ხმა, გუში ღორები როგორ ეძახა, ბინძურები როგორ ეძახა, ოპოსუმები ესე დაფრთხლები, ხო? და არაფრის მაქნისები და თურმე ჩვენ ბიუჯეტს გვიკეთებს თურმე და მე როცა მიაწვა თქვენი რა ჩვეულებრივი ჟურნალისტი რო კი მაგრამ სად არის 700.000 რო გააკეთეო, შეიტანეო და აღმოსავლეთ არაფერი არ შეტანილი ესე საგადასახადოში. ეს რეალურად კიდევ ერთი ნიშანი რომ აფერისტობა და მამაძაღლობა და კიდევ დაკრიშვა კი კარგად მარტი სადმე აქვს ეს ფული მერე ზევით და ზევით სამინისტროებში და შეიძლება პარლამენტშიც კი ყავს კრიშა უკაცრავად ამ რომ იყენებ ამ სლეგს. ასე რომ რეალურად საქმე გვაქვს შეულებრივად მოღალატე ხელისუფლებასთან რომელიც პირდაპირ დგას რუსულ ავტორიტარიზმზე. იმიტომ მხოლოდ რუსული სამყაროა ის სამყარო სადაც მათ ექნებათ საშუალება შეინარჩუნონ თავიანთი არსებობა, მაგრამ აქ იწყება მეორე პრობლემა. მათი გათვლა არ იყო სწორი და არაზუსტი, იმიტომ თავის გათვლები ხო ასეთი იყო, რომ უკრაინა რა თქმა უნდა დამარცხდება, რუსეთი გაივა, რუსეთს რა მოერევა, კაცო მეორე არმია კი არა, პირველი არმია. თან როგორი აგენტურა ყავს, ბუნებრივია გამოტენილია საქართველოს აგენტური. თითქოს დარწმუნებული 80% ხა ჩამოსული ეგრეთ წოდებული ტურისტებისა სპეცსამსახურის წარმომადგენლები და დაკუნთულები და ჩასხმულები არიან ტანში. მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა და რეები როგორ ხდება, თქვა მოწამლა ტვინებისა და გამორეცხვა ტვინებისა, ხო? იგივე პროპაგანდისტული ტელევიზიების მიერ, მაგრამ ყველა
საინტერესო ისაა რომ აი ეს ადამიანები რომლებიც აქ ჩამოდიან ხო სწორედ ისე გზნობდნენ თავს რომ ვითომ საკარაფერი ყველაფერი კარგად არის მაგრამ ერთ რაღაცას დავაკვირდე სხვა შორის და მინდა ეს აუცილებლად გითხრა აი ეს დღეები რაც უკვე ფაქტიურად უკრაინული სანქციების განხორციელება დაიწყო ეს თვე ნახევარია ხო დაახლოებით ცოტა ვამჩნევ რაღაცა პრობლემები ექნებათ ფსიქოლოგიურად ისე მყარად ვეღარ არიან, იმიტომ რომ რეალურად უკრაინის გამარჯვება პირდაპირ აისახება ჩვენს გამარჯვებას, იმიტომ რომ უკრაინა ფაქტობრივად კი არ არის ის, რომ თავის თავს იცავს, ზოგადად მაგას ყოველთვის ამბობს დიდი ზელენსკი, დიდი პრეზიდენტი აბსოლუტურად, ჩემთვის ეს არის გმირი ეპოქის, ხო, ყველანაირად, ყველა კუთხით, არამედ ეს ნიშნავს, რომ ჩვენს გავიმარჯვებთ, იმ გაგებით, რომ მართლა სხვა გზა ჩვენ არ აგვაქვს, იმიტომ რომ შემყურე უკრაინისა ჩვენ მოგვეცემა საშუალება გავიმარჯვებთ, მithumet ეს ჩვენი ხალხი დიდი შემართებას იჩენს. ეხლა რო თქვა რომ ქართველების არმაცები და პასიურები და ჩირგებში ჩამძროლი არა, ჩემო კარგო, მასი არ არის. თუ ესე 500 დღეზე მეტი, 600 დღეზე მეტია, ხო, ეს მოძრაობა. მოგწონს, არ მოგწონს, ფაქტია რომ ეს არის, ხო? რამდენი ჯარიმა, რამდენი 200 ადამიანზე მეტი, ესე იგი, ნუ ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცი და ასეა. ესე იგი, პოლიტიკური პატიმარი და კიდევ ზნეობრივი მაგალითები, გენიალური მაგალითების ზნეობის. აი, მე მინდა უდიდესი პატივისცემა კიდევ ახლა გამომჟღავნო და გამოვხატო ბატონი პაატა ბურჭულაძის მიმართ. აი რაც მან გააკეთა დღეს განცხადება, გუშინ გააკეთეს განცხადება. ხო ეს ხო წარმოუდგენელი ის აი სიმაღლის განცხადება. ეს ისტორიული განცხადება. ხო ეს კაცი ხო ეს ისტორიაა, ეცადაც ხო? ყველაზე დიდი ხელოვანი და ყველაზე პოპულარული ხელოვანი საერთოდ ქართულ რეალობაში ბოლო დაახლოებით 40 წლის განმავლობაში, ხო? და კაცი ამბობს ეს რაღაცას რომ ყველა ფერსზე წავა, მოუწოდებს ყველა ადამიანს, რომელიც მას დაუჯერა, ამიტომ მას დაუჯერა. გააკეთონ შეთანხმება ამ შემთხვევაში, გარიგება თუ შეიძლება ამ პროკურატურასთან და რა ვიცი რაც არის და თვითონ სულ ბოლო გამოვა თუ ამის საშუალება მიეცემა. ფაქტობრივად ეს არის კიდევ ერთი ზნეობრივი მაგალითი და რა თქმა უნდა ჩვენ ყავს არაჩვეულებრივ საინტერესო ადამიანები კაც. ამ გაგებით რომელიც ახლა დღეს ციხეში არიან, აი სულ მინდა ხოლმე ხშირად ვახსენო რა. ზვიადრატიანი. არ შეიძლება ეგ ადამიანი არ ვახსენოთ. უფრო ხშირად და უფრო ბევრჯერ, იმიტომ რომ ეს კაცი არის წარმოუდგენელი. ისევ როგორც პაატა არის დიდი ხელოვანი, იქ არის, ხო? ესეც დიდი პოეტი და დიდი ხელოვანია. დიდი მოღვაწეა და კაცი ზის, აი, როგორ პრინციპული მოსაზრებით წავიდა. ეს ხო აქცია იყო, აქტი იყო, ხო? ესე მარტივი რაღაცა არ იყო, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი. აღარ ვლაპარაკობ თქვენ კოლეგებზე, რომელსაც უდიდეს თაყვანისცემით და უდიდეს პატივისცემით. პირველში რა თქმა უნდა ვახო, ხო? ეს კიდევ ცალკე თემაა, ხო? ვახოს მოდა თამდე ამდაცვისი დღეს არის თუ ხო? გიორგის მკვლელობის დღე და ესე ძალიან ნიშანდობლივია. მე მგონი სპეციალურად დაამთხეს გიორგის მკვლელობის დღეს, აი ესეთი რაღაცა გააკეთეს სწორედ რომ აი იქ იჯდეს, ციხეში იჯდეს, ხო? და არა თქვა იქ თავის ძმის საფლავდა მივიდეს და რა თქმა უნდა აღნიშნოს ეს მისთვის და მთელი ოჯახის და მთელი საქართველოს თქვენ მაშინ ძალიან პატარა იქნებოდით როცა გიორგი მოკლეს და უნდა გითხრათ რა ხდებოდა მთელ საქართველოში მაშინ ფაქტობრივად მაშინ შეირყა რეალურად შევარდნაძის ხელისუფლება მაშინ იმ დღეებში იმიტომ საოცრება ხდებოდა იმიტომ რომ გიორგი ეს იყო რაღაცა განსაკუთრებული ენერგიის და განსაკუთრებული ქარიზმის ადამიანი აი ამ ქარიზმის მატარებელია ვახოც და სწორედ მისი პრინციპულობას არა ოჯახი ამისთან და განსაკუთრებული და მართაც აი გულდასრულით უსურებ ყველანაირ გამძლეობას და ვიცი რა არ შეჩერდება. ასევე რა თქმა უნდა გიორგი ახობაძე ხო? ადამიანმა რა თქვა ხო? რა თქვა? ესე იმის დედაო ვინც ესე ჩამდები პოლიციელების. აი ფაქტობრივად პერსონალურად არ არის თუ მაგრამ ყველამ თავის თავზე მიიღო, იმიტომ რომ ეთქობა შინაგანად ჩამდებები არიან. ხო? რეალურად. და აი ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა რომ ფაქტობრივად აი მართლ რაღაცა ბანდას აქვს ერთი ამოცანა ადამიანები გარყვნას ადამიანებში დაბადოს ნიჰილიზმის გზნობა შიშის განცდა და რაც ყველაზე მთავარია რომ იდეალები არ არსებობდეს ცოტა გამიგრძელდა საუბარი მაგრამ დაგითხრათ რომ ესე იგი იდეალების გარეშე შეიძლება მცირერიცხოვანი ქვეყანა იდეალების გარეშე არსებობდეს ყველა ჩვენი ხელმძღვანელი ვინც ისტორიაში საქართველოს ისტორიაში ყოფილა ყოველთვის იდეალებზე აწყობდა საქართველოს როგორც გადარჩენის მაგისტრალს მიმართულებას ხო ტრასას პირდაპირ გაგებით ყველა იქნებოდა ეს თქვა ჩვენი დიდი მეფეები დიდი ხელმძღვანელები ილია ჭავჭავაძის დაწყებული მე აქეთ კიდევ თუ გადმოვთ ზვიად გამსახურდია მიხეილ სააკაშვილი და კიდევ ერთი რაღაცა მინდა გითხრათ სხვათა შორის რამდენიმე თითქმის 10 წელზე მეტი გავიდა თუ არ ვცდები 2014-15 წელი იყო ერთ-ერთ მიტინგზე გამოვიდი სიტყვით. ოღონდ მანამდე ესაზრით თავისთავად მქონდა და მე მაშინ ვთქვი რომ ბიძინა აპირებს გააკეთოს დინასტია. ეგ ნათქვამი მაქვს 14-15 წელს უბრალოდ აღარ მახსოვს როდის, მაგრამ ყველა ნიშნით ჩანდა რომ იგი დინასტიას აკეთებს. აი ამ ბოლო დროს ამაზე ძალიან ხმამაღლა დაიწყოს ლაპარაკი და პირველ რიგში მასზე ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი მიხეილ სააკაშვილმა.
ეს მარტო დინასტიის თემა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა მისთვის. იმიტომ რას ნიშნავს? ეს არის მარადიული გარანტია. დინასტია ეს კი არ არის რომ მაგალითად როგორ ვითხრა დღეს ეს არის და ხვალ ის იქნება არა. ეს იქნება დინასტია დაახლოებით როგორც ახასიათებს აღმოსავლურ დესპოტიებს. ასე რეალურად ჩვენ არა მარტო ავტორიტარიზმში არამედ მიტაცებულ დესპოტიაში მოგვიწევს. და აი რა ვქნათ მაშინ ბატონ გია რომ აი დინასტია არ გააფორმოს ივანიშვილმა. ამიტომ უკრაინის გამარჯვება ამერიკაში რა თქმა უნდა კარგი მუშაობა ჩვენი თუკე შეუულია ჩვენ პოლიტიკოსებს მუშაობა სამწუხაროდ იმ პოლიტიკოს ვისაც შეეძლო ამაზე მუშაობა დღეს ციხეშია ისე მიხეილ სააკაშვილის გულისხმობ რა ვქნა მგონია რომ მას ძალა ჰქონდა მაგრამ ვინც დარჩა გარეთ და ვისაც კიდევ ენერგია დარჩა და ვისაც შეუულია რაღაცა კონტაქტი ჰქონდეს რა თქმა უნდა აი ამ მართულებით უნდა იმუშაოს ჩვენთვის იმედის მომცემი რა თქმა უნდა სანქციები რომელიც ევროკავშირმა დააწესა და აი ყოლების ქარხანაზე და ასე შემდეგ და ელექტრორაო და რა ვიცი თერმიკო და ასე შემდეგ წარმომიდგენია რა უბედურება ხდება ახლა მე რა თქმა უნდა ამ თემაში ვარ აბსოლუტური პროფანი, მაგრამ ერთი რამე კარგად ვიცი, ამდენი მაინერები რომ მუშაობს და ბიტკოინები, ქრება და ქრება ეს უკვე წაიღო და წაიღო, აღარ აქვს. რა აქვს თავი ამ ზაბოს და გამტარებს. და კიდევ ერთი მომენტი რომელიც აუცილებლად უნდა თქვა და არ შემიძლია არ შევეხო. აი გული ყივა ძალიან რომ სოფლიოში სამეულში გადის მასიმილიანო ფუქსასი არქიტექტორებს შორის. სამეულშია ხალხო. და მისი ობიექტი, აი ხა რომ მოვდიოდი გზაზე კიდევ ერთხელ ვნახე. მის გენიალურ ობიექტს შლიან. რემონტაჟს გესმით ხალხო, უბრალოდ ტვინი გააძლიერეს. რომ კორპუსები უნდა აშენდეს. როგორც გააკეთეს კორპუსების სხვა შორის აბანოთუბანში, ხო? მირზაშაფის ქუჩას გააყოლეს და რა ვიცი, თაბორის თა მოჭრეს. ისი, რაზე ვლაპარაკობთ? მასიმილიანო ფუქსასი რომელმაც ეს არის ერთ-ერთი გენიო, ცოცხალი გენიოს და მისი სახელოსნო, თან უნიკალური ნაწარმოები. ერთი პერიოდი მე პატარა შოკი მქონდა თავიდანვე მე გავიცნობიერე რა მნიშვნელობა ქონდა აი ამ თათ ამ ობიექტს რა მნიშვნელობა წამოდგენს ყოფილიყო კულტურის ცენტრი ეხა იქ სასტუმროს გახსნის ან რაღაცას კორპუსს გააკეთებს ან კიდე კაზინოს აი რა კაცმა არ იცის ფაქტობრივად თან კერძო იქნება ეს იქნებოდა საზოგადოებრივი ცენტრი კულტურის თეატრი და საგამოფენო დარბაზი საერთოდ მე მგონია რომ საერთოდ დიდი ქველმოქმედები და მართა ქველმოქმედები თუ კოლექციას აგროვებენ ხოლმე და დიდ კოლექციას აგროვებენ მე გადაცემენ ხოლმე თავიანთ ქვეყანას აი თქვა იგივე თუ მოხვდებით მეტროპოლიტენ მუზეუმში ხო თქვა იმაში ნიუ-იორკში ვაშინგტონის ნაციონალურ გალერეაში რა თქმა უნდა ეს იგი ყველგან ყველა ეს თვითონ სამუზეუმო კოლექციები არის კერძო შემოწირულობების შედეგი აბსოლუტურად და მეგონა რომ თუ კი შესაძლებელი იქნებოდა აქ შეიძლება განთავსებულიყო თანამედროვე სოფლიო კონტემპორარიუსო უწოდებენ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი რაც კოლექციას აი ამ ადამიანს გააჩნია ამ შემთხვევაში ვით ფაქტობრივად მართველია დღევანდელი ქვეყნის ხო ეს ადრე როცა იდეა თვითონ ტრიალებდა რომ მას ეს კოლექცია აქვს რა თქმა უნდა ეს კოლექცია მაგრამ დავანებოთ მაგ კოლექციებს თავი კარგი იდეები ქონდა გელაწულადეს მე ვიცი ეს ძალიან ბევრი კარგი იდეა რომ ეს უნდა ყოფილიყო კულტურის ცენტრი ეს არ უნდა იყოს ვაჭრობისა და რაღაცა რეალისა და აი ამ დროს მას რო ანგრევ თან ესე დიდ არქიტექტურას ფაქტიურად ხელს კერავდა ფაქტიურად ისტორიიდან ვარდები თანამედროვე ისტორიიდან და კულტურას ანგრევ ფაქტიურად ვინ ხარ შენ თუ არა შენი ქვეყნის მტერი რა თქმა უნდა შენ ხარ შენი ქვეყნის მტერი ხო კობახიძემ თქვა სიმახინჯე უწოდა სხვათა შორის და რა უფლება აქვს სიმჯეოს ადამიანს რომელსაც საერთოდ გემოვნების გაგებაში არ არის და საერთოდ რო ამბობენ სიტყვას გემოვნებაზე არ დაობენ ეგ მოდის ძველი რომიდან და აბსოლუტურად სხვა შინაარსი აქვს გემოვნებაზე არ დაობენ პლებსთან პირიქით არის ეს ყალბი დემოკრატიულობა მერია შეძენილი აი ამ ცნებათა სისტემაში თორე რეალურად პირიქით არის საკამათო პლებსთან არაფერი არ მაქვს შენ ვინ ხარ რომ შენ განსაზღვრო შენ არ ხარ ის ვის გემოვნებითაც ჩვენ ვიარო პოლიტიკურ შურისძიებასაც გავს პირველ რიგში ეგ არის მიშას დროს სააკაშვილის დროს და ყველაზე საინტერესო ის არის რომ სწორედ უძვირფასესი მასალაა უჟანგავი ლითონია სპეციალური დამუშავებით კაცმარცის თან როგორ ასაწყობებენ ალბათ აკვირდებით ხო ეგ ძალიან ნიშანდობლივია აქ კორუფციის სურნელი ჩანს საოცრად და თან როგორი ტემპით ხსნიან ეს ვინმეს კითხეს და აი კითხენ ან საზოგადოებრივი ეს ხო თბილისის გულია ეს ხო რიყია ხალხო მე რიყაზე გავიზარდე ფაქტიურად იმიტომ ბავშვობაში ხშირად დავდიოდი მან წყალდიდობის დროსაც სხვათა შორის იმიტომ წყალი ხშირად გადადიოდა ხოლმე და აბა საინტერესო ბოტებით სიარული ასე რომ რეალურად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი რომ კი ამასაც კლავენ ესე მომავალსაც უკლავენ წარსულს ხო უკლავენ და უკლავენ ხო და რა თქმა უნდა მომავალსაც ბატონო ძალიან დიდი მადლობა ბატონ გია თქვენ გაიხარეთ მადლობა იმისთვის